ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. შეხვედრის მიზანს მოსახლეობასთან ერთად 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი წარმოადგენს. როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ყველა ის პრობლემა, რომელიც მოქალაქეს აწუხებს, შეძლების დაგვარად ასახული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. აღნიშნული შეხვედრები ყოველდღიურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. 2016 წლის ბიუჯეტის პროცესი ფორმირების აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რეგულარულად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ჩართულობა იყოს ამხრივ სრულყოფილი. ჩვენ განვახორციელებთ რამოდენიმე მსხვერპლშტაბიანი ფორუმი მოსახლეობის ჩართულობით. ეხლა უკვე ლოკალურ დონეზე მუნიციპალიტეტების ამ ტერიტორიული რეგიონული ორგანოების დახმარებით ვახორციელებთ ამ შეხვედრებს, რომელიც გულისხმობს ლოკალურ დონეზე მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილი პრობლემების დასმას, მათ შესწავლას და მაქსიმალურად შემდეგ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მის გათვალისწინებას. საჭიროა ბევრი რამ გააკეთეს კორპუსში. მე ბუხეთის 25 ნომერი მერემერგ რაიონში ვცხოვრობ და მოსაწესრიგებელია სადარბაზოები. ეხლა მიხარია რომ კომუნიკაციური აი ისინი რომ და მილები რომ უნდა შეიცვალოს უკვე დიდი ხანია არ შეცვლილა. 24 საათიან წყალზე თუ არ გადავართ 12 საათიანზე მაინც გადავიდეთ ძალიან გვიჭირს. მერის ინფრასტრუქტურისა და საბინაო განყოფილებამ ძალიან კარგი დაიწყო თავისი კარგი პრეცედენტია, რომ წილობრივი მონაწილეობით ხორციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის და მით უმეტეს ბინაში, კორპუსში მცხოვრებლებისთვის.